უკვე მე-40 დღეა პროტესტის ჭიათურაში, 3 თვეა ხელფასები არ დარიწყულა. ეს გახლავთ სასურსათო ვაუჩერის შედეგი, 6 დასახელების გახლავთ, მაკარონი ვერმიშელი, ციციბურა შაქარი და ბრინჯი და ზეთი. ყველაზე ფინალი და მინდა გითხრათ, რომ რაც ამის შეფუთვაზე და ამ სტიკერების დაკვრაზე და ვაუჩერის დაბეჭდაზე თანხა დაიხარჯა, ბევრად უფრო მეტია ვიდრე პროდუქტის ღირებულება, როგორც ხელფასების დარიგების და ბანკების გადავადების საკითხში ჩავარდა პროფკავშირების გეგმა, ასე ჩავარდა აი ეს გეგმაც, აი როგორ შეიძლება 3 თვე მეტი აშიმშილო ადამიანი და გაერთიანება, რომელიც 80,000 ლარს და მეტს იღებს თვეში ჭიათურიდან, აი ასე გაუმასპინძლდე მაღაროელების ოჯახი. ეს 40 დღე რაც ხდება ჭიათურაში, რასაც საუბრობთ, რასაც ვითხოვთ, რა დაჭირების წინაშედაც ვუყურებით, მე-40 დღეს რომ გამოჩნდება და დაარიგებს, ახლა ხედავთ რაც არის, ამასო დაარიგებს და თან იტყვის, რომ 50 ლარიან ვაუჩერს ვარიგებ. კიდევ ერთი ყვილი და კიდევ ერთხელ ამ ხალხის დამცირება. სხვა რა ვიცი, ამას რა უნდა დავარქვა.